საღამოშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98 და 5-ზე, ასევე გვიყურებთ ჩვენს Facebook გვერდზე, რადიო სივრცე და YouTube არხზეც შეგიძლიათ ჩვენი ხილვა პირდაპირ ეთერში. მოკლედ დღეს მთავარ საკითხს გაგაცნობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პასე 99-3-ის წინააღმდეგ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. პასეს თანახმად ქართულ ოცნების მიერ ასამბლეის რეკომენდაციების შეუსრულებლობა და განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლა არ იქნება ხელსაყრელი ახალი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისთვის, თუ ისინი წარდგენილი იქნება ასამბლეის მომავალ სესიაზე. იანვრის სესიაზე პასემ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლება მოსილებაცნო წინა პირობებით, რომელთა შესრულებაზე აპრილის სესიაზე უნდა ემსჯელა, თუმცა ვიცით, რომ სანამ პასე ქართული დელეგაციის უფლება მოსილებაზე იმსჯელებდა, ქართულმა ოცნებამ წევრები ასამბლეიდან წინწრებად გამოიწვია. რეზოლუციის პროექტის თანახმად ქართული ოცნების დემოკრატიული უკუსვლა ასე წერია, ხელს ვერ შეუწყობსო ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუ კი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ. და ამ პროექტში მოკლედ ძალიან ბევრი რამეა გაკრიტიკებული, აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა ასევე დელეგაციის არაარჩევანი, არამედ მოკლედ ვალდებულება. ერთი მთავარი საკითხი, რაც დამატებულია კიდევ და ამოვიკითხეთ, არის, რომ ასამბლეა გმობს 2013-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობების პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. და შეშფოთებულია ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გამო და შეშფოთებულია მმართველი პარტიის გაცხადებული განზრახვებით აკრძალოს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და იმ კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც კრძალავს ნებისმიერ მემკვიდრეს ან მასთან დაკავშირებულ მოკლედ პარტიებს. გარდა ამისა, მოკლედ საუბარია ბოლო თვეებში მიღებულ კანონებზე ან დაგეგმილ კანონებზე, შეშფოთებულია პოლიციის მხრიდან ძალადობის ეპიზოდებზე, რომ არ არის ის სათანადოდ გამოძიებული და ასე შემდეგ. დღეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ პასეში დელეგაციით არ ვიქნებით წარმოდგენილი, ვიდრე პატივს არცემენ მოკლედ ქართველი ხალხის სუვერენიტეტსო და ამ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემულიაო და კიდევ ერთი ახალი ამბავი, სანამ ჩვენ სტუმართან გადავიდოდეთ, ბრიტანეთმა სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე შეიყვანა, სანქცირებულთა განახლებული სია გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე და ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედუიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე. მოკლედ ასეთი ახალი ამბები, დანარჩენი შიდა და გარე პოლიტიკაზეც ასევე ვისაუბრებთ და გვყავს საინტერესო სტუმარი დღეს ჩვენ ექსპერტი პოლიტოლოგი კახა კახიშვილი, რომელსაც მივესალმები. საღამოშვიდობის კახა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენს სტუდიაში მობრძანებისთვის. მოკლედ მთავარი საკითხით მინდა დავიწყოთ დღის მთავარი საკითხი, ყველა ელოდებოდა ევროსაბჭოს მოკლედ ამ რეზოლუციას. შეწუხებულია ევროსაბჭო, როგორც ახლა ვთქვი, ჩემს მოკლედ წინა სიტყვაობაში, რომ არა თუ არ შესრულდა ეს წინა რეკომენდაციები, გაუარესებულია მდგომარეობა. რამდენიმე პუნქტი ასევე დამატებულია და ესე იგი არც იყო თქვათ მოლოდინი, რომ შეიცვლებოდა ევროსაბჭოს პოზიცია პრინციპში. ხო, წინა რეზოლუციაზე იგივე დარჩებოდა და რაღაც დეტალები არის დამატებული და ამას გზადაგზა ჩვენ ვიტყვით. აი, მაინტერესებს ზოგადად საქართველოს პოზიცია ამ სიტუაციაში, არის თუ არა აუცილებელი, რომ სრულყოფილად ჩაერთოს მაინც ქვეყანა, თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ამას ამბობს თქვათ ქართული ოცნება, იძახის, რომ სანამ პატივს არ გვცემენ იმ ვითარებასაც ქვეყანაშია იმ ამორჩევლების, მანამდე ჩვენ მოკლედ ამ ასამბლეაში არ ვაპირებთ დაბრუნებას. თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, მივესალმები რადიო მსმენელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ თქვენთან გადაცემაში ჩემთვის ძალიან საინტერესო მონაწილეობა, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად იმ დროში, რა დროშიც გვაქვს, განვიხილოთ და გავუშალოთ ყველა საკითხი. მადლობა. რაც შეეხება კონკრეტულად პასეს გადაწყვეტილებას, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ არის მხოლოდ დღევანდელი დღე და არც გუშინდელი დღე და პასემ თავის დისკრეტაცია თავად მოახდინა, როდესაც მუდმივად თეთრზე შავს იძახის.
როდესაც პასეზე ვსაუბრობთ, ერთის მხრივ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ჩართული ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში. მაგრამ მეორე მხრივ არის კიდე თვითონ ესეთი ქედმაღლური ჩაგრელობითი ტონით საუბარი, იმიტომ რომ როდესაც შენ თედზე იძახი, რომ გინდა თუ არა თქვი, რომ ეს არის შავი წინააღმდეგ შემთხვევაში მე შენ არ დაგელაპარაკები, აქ უკვე ქვეყნის მოსახლეობას აყენებს შეურაცხყოფას და იმ ნაწილს აყენებს შეურაცხყოფას, რომელმაც აირჩია დღევანდელი ხელისუფლება, ხო? ეს ხომ არ იყო დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი, დაუშვათ ყველა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გაწყვეტა. ეს უბრალოდ მოხდა რა, რომ პიროვნულ ზისყში გადაუვიდათ ქართული ოცნების შემადგენლობა აი იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პასეში, განსაკუთრებით ჩემი აზრით იმიტომ გაათმაგდა ეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღევანდელმა მიიღო მათთვის არასასურველი რეგულაციები, ის რეგულაციები, რომელიც მათ ქვეყნებში პირიქით ხარდაჭერილია და მილიონობით ფული იხარჯება ამ რეგულაციების პოპულარიზაციისთვის, გულისხმობ LGBT-ს და ასე შემდეგ. ნახსენებია ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ეგ ხომ გასაგებია, რომ შენ თქვენ შეხედეთ ეხლა რამხელა აქ ხომ საერთაშორისო რაღაცა, არ ვიცი მე, სინდიკატთან გვაქვს კავშირი, ხო, წლების მანძილზე ჩვენ ხედავდით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების ინტერესს LGBT თემის გარყვნილობის პროპაგანდისტირებას, ხომ? და ამაში ძალიან დიდი ფული იდებოდა, ეს ხომ ისე არ იყო, რომ ვიღაცა უბრალოდ ამაზე საუბრობდა. ამის პროპაგანდაში ძალიან დიდი ფული იდებოდა, მულტფილმებსაც კი იღებდნენ უკვე, რომ ბავშვებისთვის აეხსნათ რა არის LGBT და რა კარგი ყოფილა თურმე კაცი კაცთან რო არის და ქალი ქალთან და აი ესე წვრილმანებში რო არ გადავიდა და უცბად რაღაცა პატარა ქვეყანაა საქართველო, რომელიც მუდმივად შიკრიკის როლში წარმოედგინათ და ეხლა იქ რაღაცა ხელისუფლება, რომელიც აი ამ საერთაშორისო რაღაც ორგანიზებულ ჯგუფს უწევს წინააღმდეგობას. ბუნებრივია ეს უკვე გადავიდა ზისხში. მით უმეტეს ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, რომ შეიძლება ეხლა მე არ ვსაუბრობ, მაგრამ ღიათად საუბრობენ ხომ ადამიანები, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებიან, მხარს უჭერენ იმ ინსტიტუციებში, ვინც მუშაობს და მოღვაწეობს და ეხლა ისინი პიროვნულად იღებენ უკვე, რომ ხედავ შენ ეს ის ქვეყანაა, რომელიც აი მე და ჩემნაირებს გულანძღავს, მე და ჩემნაირები იქ დაცულები ვერ ვიქნებით და შესაბამისად რა ინსტრუმენტებიც აქვთ კარგად, ცუდად, კანონიერად, არაკანონიერად იყენებენ და აკეთებენ ყველაფერს, ოღონდ ეს ხელისუფლებიდან წავიდეს. არის ეს კარგი აი შეხედეთ, ქვეყნისთვის ცუდია. აი შესაძლებელია თუ რომ მაგალითად რომ ევროსაბჭოდან მოხდეს ქვეყნის გარიცხვა. რა არის მე ხომ გითხარით ეს ძალიან საყურადღებო საკითხია და რა თქმა უნდა არ მივესალმები ამას და პირიქით მე ვთვლი რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ და ავუხსნათ რომ ეს არ არის დაუშვათ რაღაცა მათ წინააღმდეგ მიმართული აქციები, ეს არის უბრალოდ სუვერენიტეტის და ქვეყნის მოსახლეობის დაცვა რაღაცისგან. მათ ხომ არავინ არაფერს არ გზავნავს, ხომ? აქ ხო არ არის საუბარი, რომ იცით რა, აი ესეთი კავშირი ისჯება თავისუფლების საკვეთით ან ასე შემდეგ, ხო? მაგრამ საუბარი იმაზეა, რომ მაგალითად არ გინდა რომ შენი შვილი ამღირებულებებზე იყოს გაზრდილი და ჩვეულებრივად მართლა სწორი პოზიციაა და ვიზიარებ ამ პოზიციას და მე თვითონ დაუჭირე მხარი, ხომ? რატომ? იმიტომ რომ პატარა ერთს არა, ხო და მე ახლა მივდივარ იქ. ახლა შეხედეთ, ეს ერთი საკითხი განვიხილეთ, ავხსენით რატო არიან ჩვენზე გაბრაზებულები. მეორე საკითხი. აგენტების NGO-ს საკითხი, აი NGO-ების საკითხი დაფინანსება. ეს ხომ ვინც ჩახედულია NGO სექტორში და გრანტებში და ასე შემდეგ, ახლა შეიძლება მოსახლეობის აი დიდმა ნაწილმა არის ეგ არის საერთაშორისო მაფია, რომელიც როცა რაღაცა გრანტს გაძლევს, აუცილებლად იქ ატკატია, იქ რაღაცა კომპანია, რომელიც გრანტს მოემსახურება და ძირითადად გრანტის გამცემები ქმნიან რაღაცა ტიპის კომპანიებს, რომელიც ემსახურება გრანტს, როცა გაძლევენ ამ გრანტს, შენ ვალდებული ხარ ის გრანტის კომპანია აიყვანო, მართველი კომპანია აიყვანო და იქიდან დიდი ნაწილი თანხის იქ მიდის და ვიღაცები დაასექმონ, მერე გეუბნებიან, რომ აი ეს დამისაქმე, ექსპერტად ის დამისაქმე და ეს მთელი რაღაცა დიდი
ფულის კეთების საერთაშორისო მანქანაა და ეხლა კიდევ ერთხელ ვიძახი ეს რომ ხედავთ თქვენ ეხლა ამერიკის შეხედეთ დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ ამ კანონთან დაკავშირებითაც ხო შეხედეთ ეხლა აი ხარას მერე რაღაც საჭირო იყო მაგალითად კიდევ აი ეს დამატებითი რეგულაცია აი თქვენ ზოგადად გახასიათებთ მოსმენა და დღეს რაღაც ეხლა ცოტა არ მაძლევთ საშუალებას რომ განვავითარო აზრი და იმდენი თემა არის რომ მინდა რომ ყველაფერს ხო მესმის მაგრამ თუ თემები არ გავშალეთ მე კითხვის ნიშნები იქნება იმიტომ რომ არ შეიძლება რომ თუ რამე თემას ვეხებით მით უმეტეს ესეთ მნიშვნელოვან თემებს ვეხებით ისე დავტოვოთ მე ეს საკითხები განუხილველი რომ ინტერპრეტაციის საშუალება მივცეთ. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ, აბა. ამიტომ ეხლა რაც შეეხება NGO სექტორის დაფინანსებას. ეს არის მთელი შეწუხება, იმიტომ რომ ამ გრანტებით და გრანტების ატკატებით და დასაქმებითი ექსპერტებად და ასე შემდეგ ისინი ცხოვრობენ. ეს არის მათი ფული. თორე თავს რატო იკლავენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში მოსახვედრად? ეს არის მათი კორუფციული ფული და არაერთი სკანდალი გვინახია ამ კორუფციასთან დაკავშირებით ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც და ასე შემდეგ, ხომ? ეხლა ერთი LGBT-ზე ვეწინააღმდეგებით, მეორეა იმ ფულს არ ვაკეთებინებთ. მესამეა რაღაცას რო გეუბნებიან, რომ იცი რა შენ ეხლა წადი და ეს რა გატკით რუსებს ესროლე ამას არ აკეთებ, ესეც აღაშფოთ და მიხვდნენ რომ წლების მანძილზე ქვეყანა და მიხვდნენ წლების მანძილზე ქვეყანა რომელიც ყავდა ჩიკრიკად და ექსპერიმენტების ბიუროდ და ისეთ კანონმდებლობას გვაღებინებდნენ რომელიც მათ ქვეყნებშიც კი არ მოქმედებს მაგრამ ჩვენ გვაიძულებდნენ და გვაღებინებდნენ და ბევრი მივიღეთ კიდევაც და ეხლა უცბად გავუკვირდათ რომ რა ამათ რა ჭირთ ამდენი წელია ჩვენი შიკრიკები იყვნენ რასაც ვეუბნებოდით იმას აკეთებდნენ ეკოსავით იმეორებდნენ რასაც ჩვენ ვიძახით და ეხლა რამ გადარია ეს ხალხი ესე იგი გამოდის ვინ ხალხი კი არა ეს ხალხია გადარეული ხელისუფლებაშია და ამიტომ ესენი უნდა მოვაშოროთ და უკვე მარტო პოლიტიკური ანუ ფიქრობენ რომ ეს ხელისუფლების მოთხოვნა და არა ხალხის მარტო დიახ ეს არის ამათი ახირება და მარტო პოლიტიკური ოპონირება კი აღარ გამოდის ამ ხელისუფლებასთან პიროვნული ზიზღში გადავიდა უკვე იმათი მხრიდან ამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების სახეები და ამიტომ გამოდმეთ თორე აი ამიხსენით იმის მერე რასაც ჩვენ ხედავთ საგამოძიებო კომისიაში ამ საგამოძიებო კომისიაში ისტორიებს თეატროლუკიანი ხო არ ყვება ან სოზარ სუბარი ხო არ ყვება ცოცხალი ადამიანი რომელმაც გადაიტანა ეს ტრაგედია ხო არ ვიცი მე ახლა შემზარავი თქვენს და მეც ძალიან კარგად ვიცოდით ბევრი ისტორია მაგრამ ამ მასშტაბებით ისტორიები არა ამ მასშტაბების ისტორიები ყველაფერი არ ვიცოდით და ახლა ჩვენ დაინტერესებული მხარე ვიყავით და ვიცოდით და ბოლომდე არ ვიცოდით და თქვენ წარმოედგინეთ საზოგადოების არადაინტერესებული მხარე შეიძლება საერთოდ არ იცოდა ბევრი რამე ხო და ამას ყვებიან ცოცხალი ადამიანები რომლებიც გადარჩნენ მათი ნათესავებია. ეს არ არის კიდე ერთხელ ვიძახი ზღაპარი, რომელიც ქალბატონმა თეიამ წაიკითხა ან სოზარმა წაიკითხა, ხო? მოდიან ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ იციან რა ბულინგის სხერპლი შეიძლება გახდნენ, რა ზეწოლის სხერპლი შეიძლება გახდნენ სოციალურ ქსელებში იქნება თუ ქუჩაში თუ საზოგადოების თავშესიკრის ადგილებში, მაგრამ მაინც ყვებიან ამ ტრაგედიის შესახებ და მაგალითად მოსაზრება რომ რაღაცა ნაწილი იყოს დახურული ამ ტრაგედიის ტრაგედიის ფაქტებმაც კი არ დააფიქრა იგივე საერთაშორისო ეგრეთ წოდებული თანამეგობრობა რომ ჯოის ხელისუფლება რომელსაც ჩვენ შუქურას ვეძახდით და რომლის ინტერესების დაცვის გამო დღეს ესე ჩაგრავთ ამ ხელისუფლებას რომელიც დღეს არის ხო არ გადავხედოთ ჩვენ პოლიტიკას აი შეხედეთ მტკიცებულებით ნაწილსაც კი არ აქცევენ ყურადღებას ხო უკვე ისე ასანქცირებენ და ისე იყენებენ ამ ბერკეტებს ის ქვეყნები სადაც დეკლარირებული აქვთ მტკიცებულებების ერთობლიობა აუცილებელი ეფექტურობა ობიექტურობა და ასე შემდეგ ამის დეკლარირების პროპაგანდის მიუხედავად სანქციებს ისე იყენებენ რომ საკითხი არ შეუსწავლია და მხოლოდ რამოდენიმე ორგანიზაციის ამ პოლიტიკოსის ნათქვამზე იღებენ შემლახავ ადამიანის შემლახავ ბერკეტებს ხომ ამიტომ ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ იმაზე რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი ხო როდესაც აი ამ ოპოზიცია იყენებს რა თქმა უნდა ოპოზიცია გამოიყენებს იმიტომ რომ ოპოზიცია დღეს ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნებოდა მე დარწმუნებული როგორც არ შეიქმნა 2013 წელს რომ არ ყოფილიყო დაჟინებული მოთხოვნა იმ ხალხის რომლებიც იყვნენ შემოქმედი იმ ძალადობრივი მანქანის უკან ხელისუფლებაში დაბრუნების მე დარწმუნებული აი ესეთი საინტერესოა ეს მომენტი რასაც ახლა თქვენ ამბობთ როდესაც საუბარია იმაზე რატომ დღეს და რატომ არა მაშინ თქვათ აი ეს პერიოდი 2013 წელს მე გახდით ექსპერტი და მე მქონდა დაუშვათ შეხვედრები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაშინ და მე ვითხოვდი რომ
მოდით შევქნათ კომისია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები უნდა დაისაჯნონ ის შემსრულებლები, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი დავარქოთ და მაშინ ის ადამიანი მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება ეხლა დღეს ეს დავიწყოთ, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ერი უნდა შერიგდეს და ეს არ უნდა დაუშვოთ. ჩვენ მუდმივად აი ამ გარჩევებში არ უნდა ვიყოთ. ეს იყო მისი პოზიცია. მიუხედავად იმისა, მე სხვა პოზიცია მქონდა, იმიტომ რომ ვეუბნებოდი, რომ თუ ჩვენ ამას არ შევისწავლით, მაშინ არადროს არ იქნება შერიგება. და როდესაც გამაგრდებიან აი ეს ადამიანები, როდესაც გამაგრდებიან, რომლებიც დღეს დაუშვათ, მათი საქმიანობა არ იყო განხილული, ისინი აუცილებლად პირველი ვისაც დაარტყავენ, თქვენ დაგარტყავენ თქო, ეს მე ნათქვამი მაქვს მისთვის 2013 წელს. და ესეც ეს მოხდა. შეხედეთ რა არის ახალი თაობა წარმოიზარდა, ხო? იმ ახალ თაობას არ უნახავს ის რა შემოქმედება იყო დაკავებული 2012 წლამდე დაუშვათ იმდროინდელი ხელისუფლება. შესაბამისად, დღეს საგამოძიებო კომისია იმისთვის არის შექმნილი, რომ ინფორმირებულობა მოახდინოს საზოგადოების ერთი ნაწილის, რომელსაც გადაავიწყდა ის ფაქტები და მეორე ნაწილის, რომელმაც არც იცის ამ ფაქტების შესახებ, მაგრამ ბრმად კვლავ შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკურად იყენებს, იმიტომ რომ ახდენს, კი, თუ ასეთი კუთხით შევხედავთ, კი, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროცესი. პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის პოლიტიკური პროცესი. ეს ხო არ არის პროკურატურა, რომ მხოლოდ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ამიტომაც არის პარლამენტის პოლიტიკური ანგარიშტორები, შეხედეთ ანგარიშტორება, აი რაში გამოიხატება შეხედეთ მიდგება საქმე. აი კიდევ ერთხელ აქ ხომ არ არის საუბარი ჯერჯერობით ჩვენ რა პროცესს ხედავთ. დაზარალებული ადამიანები მოდიან და ყვებიან. აი მე ამას როგორ გამოიყენებს, მე ვიმსჯელოთ თუ ისე გამოიყენებს, რომ კანონით ფარგლებს აცდა, მე ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ანგარიშტორება იყო, მაგრამ როდესაც საუბრობთ, ეს არის პოლიტიკური პროცესი. არც არავის არ დაუმალია. არც არავის არ დაუმალავს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, იმიტომ რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის და პარლამენტის საგამოძიებო კომისია ბუნებრივია პოლიტიკური აქტიორია, ხომ? მაგრამ მეორე საკითხია, რომ აი მე, როდესაც ამას შეისწავლის, რას გააკეთებს და რას მოითხოვს, ეს უკვე რა თქმა უნდა ძალიან სიღრმისეულად შესასწავლის საკითხია, რომ აქ არ გავცდეთ ჩვენ რაღაცა ტიპის კანონიერებას, მყარ-მტკიცებულებებს, იმიტომ რომ ამან მე არ დაიმკვიდროს ასეთმა ინსტრუმენტებმა თავი მომავალშიც. ამიტომ აქ უნდა ფრთხილად ვიყოთ. დღეს ნებისმიერ მოქმედებას, რომელსაც აკეთებს დაუშვათ იგივე დღევანდელი ხელისუფლება, იმისთვის მზად უნდა იყოს, რომ ხვალზე ეგ როდესაც ის არ იქნება ხელისუფლებაში, ეს ინსტრუმენტები იქნება მის მიმართაც გამოყენებული. ამიტომ არ უნდა დაამკვიდრო არასამართლიანი თამაშის წესები, მით უმეტეს ეს არაფერში არ გჭირდება, როდესაც უამრავი მასალა გაქვს იმისთვის, რომ მიაღწიო მიზანს ისე, რომ ადამიანებს რწმენაში არ გაუჩინო რაღაცა კითხვის ნიშნები. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია არა სიჩქარე, არამედ ძალიან კარგი მომზადება. თან სიჩქარეზე რო ვლაპარაკობთ ახლა, ეს პროცესი ხო დაგვიანებული, ეს რომ ყოფილიყო 2013 წელს ეს პროცესი დაწყებული, გაცილებით უფრო ლეგიტიმური იქნებოდა მოსახლეობის თვალშიც და იმ დაზარალებულების თვალშიც, რომლებიც გადაიტანეს საკუთარ თავზე ეს ყველაფერი, ხომ? იმიტომ რომ შეხედეთ, აი ჩვენ გვესმით, აი მე არ მახსოვს ახლა გორის ბაზრის ეპიზოდი იყო თუ რომელი ეპიზოდი იყო, ადამიანი ყვებოდა და მე თქვა რომ დღესაც ის მიწა, რომელსაც მას ტანჯვაწამებით წაართვეს, მერის ბალანსი. ნუ აი რა უშლის დღევანდელ ხელისუფლებას, თუნდაც ის რომ ეს მიწა დაუბრუნოს. რა უშლის ხელს მაგალითად იგივე რომ ის ძველი მანქანა კი არ დაუბრუნო 2008 წელს რო ჩამოართვეს და დღეს რო ჟანგია და ბორბალი ორი ბორბალი კი არ უნდა დაუბრუნო მანქანის ტექპასპორტი, არამედ უნდა დაუბრუნო მანქანა, ხო და თუ მანქანას ვერ უბრუნებ და შესაბამისად ვერ დაუბრუნებ, ადექი და მაშინ ის თანხა რაც ღირდა, მაშინ ის მანქანა ის თანხა მიეცი კომპენსირების ნუ აკეთებ ამას საჩვენებლად. მე რომ მკითხო ხომ, ყველა ის ადამიანს დღეს, ვინც გამოდის საგამოძიებო კომისიაში, ხელისუფლებამ უნდა დაუნიშნოს გარკვეული პენსია იმისთვის, რომ გადაიტანეს ამ ადამიანებმა და საკუთარი სახე წარმოაჩინოს ისე, რომ ყოველთვიური კომპენსაციას, რადგან შენს არ სამართალ მემკვიდრე, იმიტომ რომ ერთი ხელისუფლება იყო, დღეს შენ ახარ ამ ქვეყნის ხელისუფლება, შენ სამართალ მემკვიდრე ხარ, ხო? ოღონდ ცუდის კი არა, ყოველ შემთხვევაში მართვის, ხო?
შესაბამისად შენ ვალდებული ხარ დღეს რომ მხოლოდ კი არ მოусმინო, არამედ სამართლიანად სადაც შესაძლებელი ხა გასაგებია რომ ღირსებას ეხლა შეულახავად ვერ იმას იზავ ნერვიულ სისტემას ვერ აუწყობ, მაგრამ სადაც შეგიძლია თანამონაწილეობა მიიღო რომ სამართლიანობა მის მიმართ აღადგინო ქონების ნაწილში იქნება თუ ფინანსური კომპენსაციის ნაწილში იქნება, შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო. ჩემი აზრით ცუდი არ იქნება თუ დაფიქრდებიან, დაჯდებიან აი ამ ადამიანებს, ვინც გამოდიან და ვინც არ გამოდის, მაგრამ ალბათ აქვთ ეს ამ ადამიანების სიები, განაჩენებია დამდგარი და ასე შემდეგ და მოახდინონ ყოველთვიური კომპენსირება საქართველოს სახელით ამ ოჯახის. თქვენ გახსოვთ, როდესაც მე გავხდი პრობაციის მინისტრი საჯელახოს მე მაგალითად, როდესაც პირველ ინსტანციაში შედიოდა საჩივარი ჩვენი სისტემის წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს წამების ფაქტებზე, მე იურისტებს ვეუბნებოდი, რომ თუ დადასტურდა რეალურად თუ მასალები მოიტანეს, არ ივაჭროთ კომპენსაციაზე, არ დაიწყოთ, რომ თუ ადამიანი იტყვის, რომ აი მე ხელი დავკარგე, ფეხი დავკარგე ციხეში და ეს მე ამისთვის მინდა 50000 ლარი რომ მკურნალობა გავაგრძელო, არ დაიწყოთ იმაზე საუბარი, რომ არა ბევრია და არ გინდათ ეხლა ეს ვითომ ბიუჯეტური ფულის რაღაცა დაზოგვა და ასე შემდეგ მიეცით, რამდენსაც მოითხოვს და არ გაასაჩივროთ და სადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დგებოდა, არ ვასაჩივრებინებდი, არ მივყვებოდი მეორე ინსტანციაში, მესამე ინსტანციაში, რომ იქნებ გადაიფიქროს მეორე ინსტანციამ, იმიტომ რომ ისედაც საკამარისად გადაიტანეს ამ ადამიანებმა ის ტკივილი, რომ კიდე არ ბეინო სხვადასხვა ინსტანციებში, იმიტომ რომ რაღაცა სახელმწიფო მანქანა უნდა მუშაობდეს. სახელმწიფო მანქანა უნდა მუშაობდეს ღირსების შესანარჩუნებლად და არა რაღაცა არის საკითხები, რომელსაც ვერც ერთი ფულით ვერ იყიდი. დღეს რომ იმ ადამიანებს ბევრს უთხრა, რომ აი არ ვიცი 100 მილიონს მოგცემ, ან იმას გავაცოცხლებ, ან ის არ მოგივა, აი რომელი გინდა აირჩიო, აი შეიძლება დავაბრუნოთ, რომ ის არ მოგივა და დაუშვათ არ შეგემთხვევა თუ აი შეგემთქვა და ასე ბევრი კი არა, აბსოლუტურად ყველა იტყვის, რომ საერთოდ მარტო როი შავარძეზე არ არის. ვინც ცოცხალია ისიც, ეხლა ადამიანი რომელიც გამოდის და იძახის, რომ 14 წლის შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და 18 წლის ბიჭი შეიყვანეს ეზოში, ციხის ეზოში და აწამებდნენ. ეხლა რა თანხის კომპენსაცია შესაძლებელი, რომ იმ ადამიანმა დაივიწყოს ის ტრაგედია, რაც მას თავს გადახდა და მის ოჯახს და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების ფსიქიკაში ამან კვალი დატოვა, მაგრამ მეორე არ შეიძლება დახუჭო თვალი და მხოლოდ ისტორიის მოაყოლო და მერე დაივიწყო. თუ დღეს შენ ეს შავი პანდორის ყუთი გახსენი, შენ ვალდებული ხარ რეაგირება არა მხოლოდ იმითი, რომ ეთერში გაუშვა, ესეც ასაჭიროა, მაგრამ მეორეა, რომ ფინანსურად რახან შენახარ ხელისუფალი, როგორც შეგიძლია, ისე ამ ადამიანებს უნდა შეუმსუბუქო, კიდევ ერთხელ ვიძახი, შეძლების და გვარად შეუსუბუქო ცხოვრება და მეტიც დაიცვა ის ადამიანები მომავალი ბულინგისგან, იმიტომ თქვენ იცით მათი პროპაგანდისტული მანქანა როგორ მუშაობს, ხო? სოციალურ ქსელებში ასე შემდეგ, ვინც კი გამოჩნდება ეკრანზე და რაღაცა სიტყვის, იმხელა სიბინძურე მიდის, რომ მეორედ უხდება ტრაგედიის გადატანა და ამიტომ არის კიდე ისტორიები, სადაც იგივე სექსუალური ძალმომრევებითი აქტები იყო. სადაც დაუშვათ იყო გაუპატიურების ეპიზოდები. ეხლა რთულია ადამიანი გამოვიდეს და მოყვეს ეხლა როგორ მაგალითად ციხეში მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, ხო? ვერ მოყვება და გასაგებიც არის, მაგრამ ამისთვის რაღაც მზად უნდა იყოს თვითონ საგამოძიებო კომისიაც, რაღაც ფორმატზე უნდა იმსჯელოს. მეორე საკითხი კიდე ერთია, რომ ეს ყველა საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენთ, ეს არის ის საკითხები, რომელზეც განაჩენი დგას. და არის კიდე ძალიან ბევრი საქმე, რომელზეც განაჩენი არ დგას. მაგალითად, ფარული თვალთვალით მიღებული მასალები, ხო, რომ გახსოვთ, რომ რაღაცა ნაწილი განადგურდა, მაგრამ ჩვენი რაღაცა მუშაობის შედეგად არ უნდა განადგურებული და იყო საუბარი და თქვენ გახსოვთ განსხვავებული აზრიც გამოვაქვეყნე კომისიის წევრი გახდით მაშინ და ძალიან ბევრი მასალა სხვათა შორის გადაეცა პროკურატურას. აი ამ მუშაობის შედეგად და იქ დავარწმუნეთ ამერბერგი ვიღაცები და ბოლომდე არ განადგურებულა ის მასალები, მაგრამ იმ მასალებზე არასამთავრობო ითხოვდნენ, იცით როგორ ითხოვთ? კი, განადგურ, კი, ყველა არასამთავრობო სამინისტროში სადაც გვაჩვენეს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთხმად ითხოვდა
კონკრეტულად ამ მასალების ყოველგვარი გამოძიების გარეშე განადგურებას ეჩქარებოდათ და ერთადერთი აღმოჩნდი იმ კომისიაში მაგრამ რა თქმა უნდა საზოგადოების დიდი ნაწილი მიჭერდა მხარს მე ერთადერთი ვიძახი იმიტომ რომ ერთადერთი ვიყავ ერთადერთი იმ კომისიაში არ გულისხმობ ხელისუფლების ნაწილს გულისხმობ საზოგადოებრივ ნაწილს რომელიც ვეწინააღმდეგებოდი ამას და გადავარჩინეთ მასალები გადავეცით პროკურატურას მე არ ვიცი ახლა სიმართლე რომ გითხრათ რომელზე დადგა განაჩენი რომელზე არ დადგა განაჩენი იმიტომ რომ მეტი კომისიას აღარ და უფლებამოსილება რომ დავუშვათ მე მიგეხედა აი რაბა რომელზე დადგა განაჩენი რა დადგა რა მაგრამ იგი ძალიან დიდი სიბინძურე იყო ის ხომ მანქანა იყო კონკრეტულად როდესაც იყო საუბარი რატო უნდა არ უნდა განა აი მაგალითად ვიღაცა გადაიღეს სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს ხო ეხლა იმათ ის ხო არ აინტერესებდით რა პილოტაჟს ახორციელებს ის ლოგინში იმათ აი ეს აინტერესებდით რომ დისკრეტაცია მოეხდინათ რომ მე დაებარებინათ და ეთქვათ რომ იცი რა აი ამას შენ არა აი შენ ეხლა დავუშვეთ პირობითად ვიძახი შენ უნდა წახვიდე ეხლა შენი მეზობელი პოლიტიკოსი რო არის იმას უნდა ჩაუსაფრდე ან ნარკოტიკი ჩაუდო მიშვილს ან რაღაცა წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას გამოვაქვეყნებ და შეიძლება ამ ადამიანმა ადგა და მართლა მიიტანა რაღაცა და ვიღაცა ტყვილად ან საჯელი მოიხადა ან დღესაც იშხდის საჯელს ხო უნდა გაარკვიო ხო უნდა დაიბარო ის ადამიანი და თქვა რომ აი ბატონო პირველო თქვენ რომ ოღონდ დახურულ გამოძიების ფორმატში რა თქმა უნდა გრიფით საიდუმლო რომ თქვენზე იყო ესეთი მასალა ხომ არ ყოფილა თქვენი დაბარება რომელიმე დაუშვათ სახელმწიფო დაწესებულებაში ეს იქნება სამხედრო პოლიცია კუდი ან რაღაცა ხომ არ ყოფილა ამის შანტაჟის მუხარა ხომ არ ჩაგადედინეს რაღაცა ტიპის დანაშაული აი ამ მასალების გამოქვეყნების გამო და ასე შემდეგ ეს არის პროცესი ხომ და რა დარწმუნებული ვარ ახლა ამაზე სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ და რა თქმა უნდა მიეცეთ საშუალება ასევე ამ კომისიაში მონაწილეობის იმ ადამიანებს რომელთა საკითხებზე ჯერჯერობით განაჩენი არ დამდგარა და საზოგადოებამ უნდა გაიგოს ეს საკითხები. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს და მინდა რომ მოვასწროთ ამ თემებზე საუბარი ENM-ის აკრძალვასთან დაკავშირებით და მასთან მოკეთ გათანაბრებული პარტიები როგორც ხელისუფლება ამბობს ამ რეზოლუციაშიც არის შეშფოთება ამის გამო გამოთქმული როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად ეს პროცესი და აი კომისიის მუშაობა სწორედ ამისთვის მიმდინარეობს როგორ რთულად წარმომიდგენია მე მესმის ახლა რთულად წარმომიდგენია იქ ინდივიდუუმები არის მაგრამ მოდით გაველოდოთ პროცესს მე არ მინდა ახლა წინ სწრებით რაღაც განცხადებები გავაკეთო იმიტომ რომ პარტიის აკრძალვა პოლიტიკაში პარტიის არის შეხედეთ პირის აკრძალვას რა თქმა უნდა შეიძლება პიროვნულად არა პიროვნულ თუ პარტიაზე იქნება აკრძალვა რა თქმა უნდა პიროვნებას არ შეეხება აკრძალვა მაგრამ მეორეა პარტიის აკრძალვა გამოიწვევს ამ პარტიის ფინანსური ბერკეტების გაუქმებას ხო იქ შენობები იქნება ის რაღაცა იქნება ოფისები იქნება მე არ ვიცი ახლა თქვენ ნახეთ რომ ძალიან სასტრაფოდ გაიყიდა ნაცმოძრაობის ოფისი კერძო პირზე ხო ალბათ თვითონაც ფიქრობენ რომ ვაიბდა პარტია იგზალოს და ეს ამ შენობას საერთოდ კონფისკაცია დაემუქროს რა გავქნათო და ბუნებრივია ახლა ეს დიდი ფინანსები მეორე ახლა თქვენ იცით რეკლამაში რამხელა ფული იდება კაი რეკლამა თუ ცუდი რეკლამაა ხო ახლა იგივე იმ 5 ნომერს თუ სხვა ნომერს თავისი ამომრჩეველი ყავს ახლა 5 ნომერს რო აკრძალავდა ნაცმოძრაობას რო აკრძალოს შეიძლება ინდივიდუუმებმა შექმნან სხვა პარტია მაგრამ ეს მათთვის ძალიან დიდი შეიძლება შეხედეთ შეიძლება ინდივიდუუმებმა შექმნან მე სხვა პარტია მაგრამ სანამ ამ პარტიის პოპულარიზაცია მოხდება სანამ ამ პარტიის აი ამ გამოყვანა მოხდება პოლიტიკურ ცხოვრებაში ამას ძალიან დიდი ფინანსები უნდა და დრო უნდა და მეორე მხრივ ნახავთ რომ დაუშვათ ის რაშიც პარტიას შადებული ქონდა 20-30 წლის მანძილზე რაღაცა რეკლამაში ფული და ასე შემდეგ ხომ ის იქნება აკრძალული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, არ შეიძლება ამ პროცესზე ესე ხელაღებით საუბარი, ეს კარგად მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს კითხვის ნიშნები არ გაუჩეს. ახლა რატო ვიძახი დიდ ნაწილს? იმიტომ რომ გასაგები არის ნაწილი, რომელსაც უარ აინტერესებს არ შენი საგამოძიებო კომისია, არც ის ტრაგედია, არც ის ტრაგედია, რომელზეც ყვებიან და ყველაფერზე იძახიან, რომ შეთითხნილია, მოგონილია და ასე შემდეგ. ახლა არის კატეგორია სამწუხაროდ ამ ადამიანების, ხო, ესეთი ტიპის ადამიანების, მაგრამ დიდ ნაწილში უნდა იყოს აღქმა,
რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ამახმა სჭირდება მუშაობა და მხოლოდ საუბარი არ იქნება საკმარისი, იქნება საჭირო ძალიან მყარი მტკიცებულებები. მით უმეტეს, როდესაც ეს პროცესი განხორციელდა 12 წლის შემდეგ. ეს პროცესი რო განხორციელებული იყო 2013-14 წლებში, გაცილებით ნაკვილები კითხვის ნიშნები იქნებოდა თუნდაც ამ კუთხით, მაგრამ 12 წლის შემდეგ, როდესაც შენ ამ გადაწყვეტილებაზე მიდიხარ, მაშინ უნდა დაასაბუთო, რომ ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ველიდან ოპონენტის გაქრობის გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება სამართალს და ამას ძალიან დიდი სერიოზული მტკიცებულებები დაჭირდება. აი, გარდა სამართლისა, საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა გაჩნდნენ ქვეყანაში, საინტერესოა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ანუ ENM-ის გაქრობა არის საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი რაღაც ოპოზიციური გაერთიანება. შეხედეთ ENM-ის გაქრობა, მე გეტყვით, უნდა გაიხსნას ტელევიზიები. უნდა გაიხსნას ტელევიზია და პრესა, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა მე გახდნენ ჯანსაღი ოპოზიციის ნაწილი, საზოგადოება უნდა გაიცნოს ისინი. საზოგადოება უნდა გაიცნოს მათი ხედვები. არ ვიხარ, თუ თქვენ შეხედეთ, საიდან მოდის ხალხისგან მოდის, მაგრამ იმ ხალხმა ხო უნდა გაიგოს, რომ ვიღაცა დაუშვათ პეტრე, რომელიც არის და ძალიან კარგად აზროვნებს და აქვს ხედვა საქართველოს მომავალი განვითარების, თავის მეზობლებში რო ლაპარაკობს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მე თქვას, რომ ოპოზიცია ვარო, ხო? თუ შენ არ მიეცი დებატების საშუალება, თუ შენ არ გავხსენი ეთერი, თუ შენ არ მიიწვე და დღეს როგორაა ახლა თქვენ ხედავთ ეთერები დახურულია, ხო? ახლა ის ოპოზიციური ტელევიზიები ცოცხალითავით არ მიუშვებენ კონკურენცს ვიღაცას ახალ გამოჩენილს, რომ დაუშვათ ხმარ წაართვას, მე მისმა პოპულარიზაციამ შეხედეთ, ვერ ნახავთ, აბა თქვენ სად ნახავთ ახლა შეიძლება ის ადამიანი თავისუფლობაში მართავს შეხვედრებს, მაგრამ თქვენ საერთოდ მე თქვენ ხო უნდა მოიყვანოთ სოციალურ ქსელებში, გეტყვით სოციალურ ქსელებში მე ფული თქვენ იცით რომ სამწუხაროდ პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას სჭირდება ძალიან დიდი ფული. მით უმეტეს დღეს, როცა თამასა ძალიან აწეულია და ისეთი მოთამაშეები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც ძალიან დიდი ფინანსები აქვთ, ხო? ბიზნესმაც უნდა მიიღოს დღეს, რომ ბიზნესი იძახის, რომ ჩვენ ეს გვინდა, ის ხელისუფლება რო იძახის, ჩვენ ეს გვინდა, ოპოზიცია რო იძახის, ჩვენც მივესალმებით. ყველამ ერთად მოდი მოვიფიქროთ რაღაცა რეგულაციები, რომ ერთია და იგივე ადამიანები კი არ ჩანდნენ ეთერში, მაგალითად, მე თქვენთან მხოლოდ იქ ვიღაცა იმედზე, ვიღაცა მხოლოდ პირველზე და ფორმულაზე, ხო? რაღაცა იყოს ისეთი ფორმატი და მოსაფიქრებელი და ადვილია ეს ფორმატი, სადაც მიეცემა საზოგადოების ნაწილს იმის საშუალება, რომ საკუთარი ხედვა წარუდგინოს მოსახლეობას და თავად მოსახლეობა განჯის მერე არის ის ძალა, რომელიც ნამდვილად მზად არის ოპოზიციისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად წლების მერე, თუ უბრალოდ ესენიც იგივე ნარატივს აწვევიან, რაც მე დავუშვათ არ მომწონს დღეს, ხომ? მე ჩემზე არა საუბარი, საზოგადოებაზე საუბარი. ამიტომ ველი უნდა გაიხსნას აუცილებლად და გაჯანსაღდა და ამავდროულად ბიზნესმაც უნდა იზრუნოს, ხო ხა ჩვენ თვითონ ყველამ ვიცით ცალკე დავუშვათ ჩვენ გარშემო ვინები არიან ნიჭიერი ადამიანები, მილიონი სტუდენტია, იმათ მომავალი აქვთ სტუდენტი. ბიზნესმა იზრუნოს რაში? ბიზნესმენს შეუძლია ხო? არა, დააფინანსონ, რაღაცა ხელი შეუწყონ, იგივე რაღაცა ფორმატი გახსნან დებატებისთვის, იგივე რაღაცა დარბაზი უქირავონ, სადაც ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა საზოგადოებასთან შეხვედრის და ასე შემდეგ. ნუ ეს რთული პროცესია ახლა. შეხედეთ ჩვენ იმაზე საუბრობთ, რომ დაანრთულად გასაკეთებელია და არავის ინტერესებში არ ჯერება. ამიტომ ახლა წყლის ნაყოფ რო გამოგდის და იდეალებზე საუბარი გამოგდის. რაზე ქართული ოცნების არავის არ აწყობს. არა, ქართული არა. იმაზე ვსაუბრობ, რომ აი საზოგადოებიდან ოპოზიცია რატო არ ჩანსო ამაზე. კი ბატონო. ამაზე ვთქვი. ამიტომ აქ ეს რთული პროცესია და ამისთვის ალბათ ყველა უნდა იყოს ვსად, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და ისე ბიზნესი. რთული ამბავია, კი ბატონო. ეხლა შეხედეთ რა სად მივდივართ. აი პოლიტიკურ პროცესებზე მოდით ვისაუბროთ ეხლა, ხო? აი გარკვეული გადაადგილებები ხელისუფლებაში და იქ რაღაცა იქნება საუბრები, რომ შეიძლება ნუ ეს გადაადგილებები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ეს მზადდება გარკვეული ოპოზიციური ჯგუფის შესაქმნელად. არ ამგონია რომ ეს მზადდება გარკვეული ოპოზიციური ჯგუფის შესაქმნელად, უბრალოდ ჩვენ ხედავთ დღეს სურათს, რომ პარტიის თანათავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სრული კარბლანში და ძალაუფლება უნდა გადასცეს ირაკლი კობახიძეს, რაც გააკეთა კიდევაც და რაც ჩანს კიდევაც, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძის პრემიერი
აღჭურვილი იმ ბერკეტებით, როგორიც ბერკეტებითაც დღეს არის აღჭურვილი ირაკლი კობახიძე, არც ერთი პრემიერი ქართული ოცნების პირობებში გარდა ბიძინა ივანიშვილისა არ ყოფილა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი პრემიერი იყო ისეთი, რომელსაც სურდა დაუშვათ რომელიმე მინისტრის შეცვლა ან რაღაცა იქ არ ვიცი მე, ვიღაცის შეცვლა, მაგრამ იქ პოლიცაბჭო იყო თუ რაღაცა იყო, ამის საშუალებას არ აძლევდნენ და ჩვენ ვხედავთ დღეს იმ პროცესს, რომ ფაქტობრივად დღევანდელ პრემიერს სრული ბერკეტები გააჩნია ნებისმიერი ადამიანის დაუშვათ ნებისმიერ ადამიანთან დამშვიდობების და საკუთარი გუნდიდან, საკუთარი შეხედულობით არჩევა დაუშვათ მინისტრების თუ სხვა თანამდებობაზე პიროვნებებს. რატომ ეს გადაწყვეტილება მიღებული თუ კი თქვენ ფიქრობთ რომ ეს ასია მაგალითად? თქვენ არ ფიქრობთ რომ ეს ასია? თქვენ აი გახსოვთ მაგალითად ესეთი გადაწყვეტილებები რომ მაგალითად აი სუსის ხელმძღვანელი ყოფილიყო ბატონ გიორგი ლილუაშვილი რომელიც ჩემთვის არის ძალიან განათლებული და წესიერი ადამიანი. მე მას ესე ვიცნობ და პროფესიონალი. ეხლა ფაქტია რომ ყველას ეგონა რომ აიცით რა ლილუაშვილი ხელშეუხებელია ხო, მაგრამ ნუ მოვიდა დრო, როდესაც ფაქტია ვნახეთ რომ ძალიან მარტივ რა იქნება მე არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია დღეს ესე მოხდა ხო? იგივე დაუშვათ სხვებთან მიმართებაში ხლა არ მინდა გვარებზე და სახელებზე გადავიდე, მაგრამ ნუ ეს პროცესია და ყველა ვხედავთ, ხო? ნუ ფაქტობრივად ამ ეტაპზე ბატონ ირაკლი კობახიძეს აქვს სრული კარბლანში იმისა, რომ მოახდინოს საკადრო გადაწყვეტილებები თავისი შეხედულებით, ხო და აი შეხედეთ თავისი შეხედულობებით, რა თქმა უნდა, შემდგომ იმ სრული პასუხისგებლობით რომელ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის მიმართ, რომელსაც ეს ბერკეტები გააჩნდა. იმიტომ რომ ჩვენთან ხელისუფლებაში როგორ იყო ყოველთვის, ხო? რაღაცა იყვნენ ადამიანები პრემიერ-მინისტრების თანამდებობაზე, რაღაცა სხვა თანამდებობაზე, მაგრამ რაღაცა ბოლომდე საკადრო პოლიტიკას ვერ ახორციელებდნენ, ხო? და მე მიდიოდა გადაბრალება, იცი რა, მე ეს იმიტომ ვერ გავაკეთე, რომ აი ამან ხელი შემიშალა, ამან ესე არ თქვა, იმან ისე არ მოგიტანა ამბავი და ასე შემდეგ და ეს ყოველთვის იყო რაღაცა განხილვის თემა. ანუ შესაძლოა ეხლა ყველა გადაწყვეტილება დაბრალდეს კარგით და ცუდით დაბრალდეს სუდი სიტყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაბრალდეს როგორ ახლა თვითონაა და თვითონ მიეცა ეს უფლება და შესაბამისად პასუხისმგებლობა მას ექნება და გარდა იმისა რომ ერთს რო ცვლი, მეორეა რომ დაუშვათ შეცვალე დაუშვათ ვიღაცა, ხო? მაგრამ ვიღაცამ ვიღაცის რეკომენდაციით კი არ დაგიანიშლინა ისევ შენთვის უცნობი ადამიანი, მაგრამ შენ თვითონ მოგცეს საშუალება რომ აბა მიდი მაშინ შენ ვისაც ენდობი, აი მაგალითად სუსის ხელმძღვანელი და კი ბატონო, აი ვის ენდობი შენ? მე ვენდობი ანრი ოხანაშვილს. კი ბატონო, მოდი მაშინ ანრი ოხანაშვილი იყოს, ხო პირობითად ვიძახი. აქ ვის ენდობი შენ მაგალითად პარლამენტში თავმჯდომარე პაშალო პაპოშ. კი ბატონო იყოს, ანუ სრული კარბლანში არის, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ კარბლანში სამართალში წესი არ არსებობს დაუშვათ უფლება პასუხისმგებლობის გარეშე. ამ სრულ კარბლანშიც მე მოყვება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მე შენ ვეღარ იტყვი, რომ იცი რა, მე ეს თქვი სხვანაირად და ამ კაცმა მინისტრია თუ ვინც არის, სხვანაირად გააკეთა და მე რა შუაში ვარ და მე რო გეუბნებოდით თქვენ რომ ეს ადამიანი მე მიშლის, თქვენ მე მითხარით იყოსო და აბა მაშინ როგორ იყოს აგერ არ აკეთებს იმას რასაც ვერ. მოვლენები შეიძლებოდა გამხდარიყო მაგალითად ამ კარტ ბლანშის მიცემის საფუძველი. ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ მე თუ კი აქამდე ასეთი რამე არ არსებობდა. შეხედეთ, ნუ სრული ნდობა ივანიშვილის მხრიდან კობახიძის მიმართ. სრული ნდობა ეს ერთი, გარდა იმისა, რომ ალბათ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ამ კარტ ბლანშის მიცემა კობახიძისთვის, იმიტომ რომ ენდობა და ალბათ დაკავდება უკვე სხვა პროცესით. როდესაც აი თავშოთ თვითონ ქართული ოცნება საუბრობს იმას, რომ აი საგამოძიებო მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ნუ საგამოძიებო მუშაობის შედეგად ჩვენ დაუშვათ ავგზავნავთ პარტიებს ნაცმოძრაობასთან ასოცირებულ პარტიებს. ვინც გარჩება ოპოზიციურში? აი დაუშვათ ესე მოხდა. ანუ რა მოხდა? ერთი ნაწილი ჩვენ აღარ აგვაქვს საერთოდ ოპოზიცია, ცუდია თუ კარგია, საერთოდ არ ყავს. და მეორე ნაწილი ნახევრად დასანქცირებული ხელისუფლებაში მყოფი პირები, ხო? და ეს ახლა ნორმალური მოვლენაა ქვეყნის განვითარებისთვის არ არის, ხო? ნორმალური მოვლენა. ამაზეც ხო უნდა ვიფიქროთ, რომ კაი, კი ბატონო, დაუშვოთ შენ გძალავ, მაგრამ ოპოზიცია საჭიროა ყველასთვის. შენ რომ იყო ხელისუფლებაში დიდხანს, ამისთვისაც საჭირო ოპოზიცია, იმიტომ რომ შენ რომ ოპოზიციის გარეშე იყო ხელისუფლებაში, შენ იმდენ შეცდომას ჩაიდენ, რომ გამოიწვევ რევოლუციურ პროცესებს და შენთვისაც ცუდად დამთავრდება. ამიტომ შენ
სჭირდება ნამდვილი მაკონტროლებელი, რომელიც შენ არ მოგცემს ძალაუფლების ტკბობის საშუალებას და მაკონტროლებლების შექმნის პროცესს შეიძლება ეხლა შექმნის პროცესი ნახეთ ეხლა ვადევნოთ თვალი ცუდი თქმა თვითონ შეიქმნება. აი სულ რო ბუნებრივად შეიქმნება თქვენ გინახავთ ადგილი სადაც ბუნებრივად არივსება ოდნავ სადმე დაიდაუშვა წყალი მოდის ხო ოდნავ სადმე წყრილს გააკეთებ და ის წყალი აავსებს ამას იმიტომ რომ აკრძალვებით არასდროს არ მუშაობს ხო თქვენ ხედავთ რომ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძიმე სასჯელებია მკვლელობაზე და სხვაზე მაინც ამ მკვლელობებს ჩადიან ხო აკრძალვა არ არის პრევენცია აკრძალვა შეიძლება ერთი რაღაც აკრძალო მაგრამ ის ნიშა როდესაც თავისუფალია აუცილებლად ნახავს თავის გამოსავალს ამას ვიღაცა ხელს შეუწყობს თუ არ შეუწყობს ხელს. ნუ ხოწდება არც ამბობს რომ ოპოზიციას გრძალავს, ის გრძალავს გარკვეულ პარტიას და მე დე ფაქტო რა იქნება მე ეხლა იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ დე ფაქტო რა იქნება. და ამბობს კიდეც რომ უნდა შეიქმნას ჯანსაღი ძალები. ხო და ამას ამბობს კიდევ ვინ ეგ თქვა ბიძინა ივანიშვილი მე რომ პალიტრასებს ერში ვთქვი რომ ეხლა შეიქმნება ოპოზიცია ბიძინას შექმნის ოპოზიციას რა ვიცი ბევრს არის სიამოვნო მაგრამ მე ხო არ ვთქვი კაცო ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბოლო გადაცემა რო ქონდა იმედზე ბოლო ჩვენი მტრის იყოს აი ამ არჩევნებამდე მან თქვა ინტერვიუში რომ მე ვიზრუნებ იმაზე რომ ოპოზიცია ჯანსაღი ოპოზიცია შევქმნა რას იზავს მე არ ვიცი ეხლა ეს იყო ნათქვამი უბრალოდ ეს იყო ნათქვამი საარჩევნოდ თუ ლოგიკურად უნდა შეუწყოს ხელი ოპოზიციის შექმნას ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ ბატონ ბიძინა დაიწყებს როგორც თავად თქვა ოპოზიციური პარტიის შექმნას და გაძლიერებას ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაცმოძრაობის ამომრჩეველი რომელიც იყო წლების მანძილზე ამ ოპოზიციას ხარს დაუჭერს გამორიცხული ამბავია ხო იმიტომ რომ იმათ ყოველგვარი ნდობა აქვს დაკარგული ბიძინას ხელისუფლების მიმართაც ბიძინას ოპოზიციის მიმართაც და ბიძინას ექსპერტების მიმართაც ხო სადმიდის ეს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და ვინ იქნება ამ ოპოზიციის თქვენ არ იდარდოთ იქ შეიქმნება და მით უმეტეს ახლა შეიქმნება და ბევრი ჩვენ უგვავიწყდება რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და საკმაოდ ძლიერი ქვეყნების გარემოცვაში ვარ და ინტერესის საგანს წარმოვადგენ თქვენ იმაზე ნუ იზრუნე ნუ იდარდებ აუცილებლად რაღაცა ფინანსურ ბერკეტებს გამოაჩენენ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრები დასავლეთიდან რომლებიც აქ შეუქმნიან სათვალო პირობებს და დაფინანსებაც ექნებათ ასე რომ ეს არ იქნება უბრალოდ კარგი იქნება რომ პროცესი გადავიდეს სწორ ჭრილში იმიტომ რომ მართლა კარგია, ცუდია, ვისი ბრალით არის ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისი ბრალითაც არის და ეხლა არ აღიარება ამ არჩევნების, ნუ ნონსენსია, მაგრამ მეორეა რომ დადგა ეს საკითხი, ხო? დღის წესრიგში და ამდენი ხანია მიდის, ამისთვის საჭიროა რაღაცა კვანძის. ხო, მაგრამ არჩევნების დანიშვნაზე, რაც 26 წელს შესაძლო დანიშვნაზეც გააკეთეთ თქვენ განცხადება, ანუ ეს რანაირად შეიძლება რომ ახალი არჩევნები ან რატომ არ გეწეს ოცნებას, რატომ შეიძლება მან 26 არჩევნები დანიშნოს? ოცნებისთვისაც ძალიან რთულია დღეს ერთ პარტიულ პარლამენტში მუშაობა, ხო? ერთია რომ კომფორტულია, მე ჩემთვის მაგალითად რომ ვიყავი პარლამენტში, ძალიან კომფორტული იყო მუშაობა, სანამ ნაცმოძრაობა შემოვიდოდა. იმიტომ რომ მე რასაც ფიქრობდი, იმას ვეუბნებოდი და რაღაცა ოპონირების დარგში ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ როდესაც ნაცმოძრაობა შემოვიდა, ეს უკვე შევწყვიტეთ, რატო? იმიტომ რომ გამოდიოდა რომ უნისონში ერთი და იგივე უნდა ვილაპარაკოთ რაღაცა ადამიანებმა ნაცმოძრაობასთან და ამიტომ აღარ გავაკეთეთ. დღეს ეს ერთის მხრივ კომფორტულია მუშაობა ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე შე რაღაც რეგულაციებს იღებ, რომელიც გინდა რა მასკარადების გარეშე და იქ პერფორმანსების გარეშე, მაგრამ მეორეა რომ ამან შეიძლება შენ შეგიყვანოს ტკბობაში და ისეთი რაღაცები მიიღო, რაც შენთვის საბედისწერო აღმოჩნდება ეს ერთი. მეორეთაც ეხლა ლეგიტიმაციის პროცესში რამდენიც გინდა არ ვილაპარაკოთ, ეხლა ერთპარტიული პარლამენტი რო არის, უხერხულია თუ უხერხული არ არის, მაშინ რატო გამოიყვანეს დაუშვათ ინჯია ცალკე პარტია და რაღაცა შექმნეს, ხო? უხერხულია. მეორე საჭიროა. ყველაზე კარგად ოცნებას ესმის, რომ საჭიროა ჯანსაღი ოპოზიცია. და რა ეხლა მე რო ვიყო ხელისუფლებაში და მე რო ვიყო მართველი გადაწყვეტილების მიღები. მე მაგალითად დავჯდებოდი და დავიწყებდი იმ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, რა გინდათ ბოლო ჩვენგან. ის არჩევნები არ გაყალბებულა, რომელზეც თქვენ იძახით რომ გაყალბდა. მაგრამ რა გინდათ, აი მითხარით. აი დანიშნი ახალი არჩევნები. აი მე რო დავნიშნო ახალი არჩევნები. მაშინ მომეცით გარანტია, ჩამოიყვანეთ ვინც გინდათ, რამდენი დაკვირვებიც გინდა, მაგრამ მე რო იმ არჩევნებსაც მოვიგებ და მით უმეტეს ნამდვილად არა აქვს ოცნებას დღეს იმის პრობლემა რომ მოუგოს მით უმეტეს ამ ფონზე გადადგურებულ ოპოზიციას მე აღარ დაიწყოთ ისევ საუბარი იმაზე რომ ისევ გაყალბდა და არ დაიწყოთ ეს მუდმივი საუბარი გაყალბდა მაგრამ სანამ თქვენი მოსაწონი ხელისუფლება არ მოვა ხელისუფლებაში მაგრამ ეგეც საკითხი იქ საერთაშორისო იმ რაღაცა დამკვირვებლების და იმის ფონზე უნდა ჩატარდეს რომ CSKO-ს ვირითი უნდა იყოს დაკომპლექტებული ახო ძალიან ბევრი პროცედურა ვინ ატარებს ამ არჩევნებს ამიტომ თქვი რომ საჭიროა მუშაობა დაწყება და თქმა რომ აი რა გინდათ ჩვენგან აი როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს
მოდით მაშინ ვისაუბროთ რა გინდათ. რაღაცა ჩემთვის მისაღებია, რაღაც ჩემთვის მისაღებია, პროცესი უნდა დაიწყოს. რო გითხრან ეხლა ყველანი წადის სახში და ესე უნდა ჩატარდეს არჩევნები, რა თქმა უნდა ეს მისაღები არ არის. რო გითხრან რომ მთელი CSK უნდა დაკომპლექტდეს ოპოზიციის, რა თქმა უნდა ეს მისაღები არ. გონევრულობაზეა საუბარი, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა პოლიტიკური პროცესი უნდა დააძრა იმისთვის, რომ ესე არ გაგრძელდეს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს წარმოშვებს ქვეყნისთვის ცუდ ელემენტებს ახლა ხო ნუ დამიჯერეთ არ არის სასიამოვნო თქვენ ფიქრობთ ახლა რომ კაი პროცესია ახლა მიუხედავად იმისა იცით რომ მე არა ვარ ოპოზიციის გულშემატკივარი და უფრო ქალთულის გულშემატკივარი მაგრამ ახლა ყოველდღიური ეს სანქციები ვიღაცებს დაანგრევს ვიღაცისთვის ეს არაფერი არაა მაგრამ ახლა დღევანდელი სანქცია ახლა ბრიტანეთი არ არის ესტონეთი ბრიტანეთი არ არის ესტონეთი ან ლატვია რომ ეხლა გაგიცინოს და თქვა რომ მოდი რა თავის თავს მიხედონ იმიტომ რომ ფინანსური სანქციები აქ ხო არ არის საუბარი იმაზე რომ იქ ვერ ჩახვალ ეხლა ბრიტანეთში ვერ ჩახვალ და კაი ვერ ჩახვალ მაგრამ ფინანსური სანქციებია და საფონდო ბირჟებია ბრიტანეთის და ასე შემდეგ ეხლა ყველა მოთამაშეს ბანკებს და ასე შემდეგ ექნება სიფრთხილე ამ საკითხისადმი ხომ მაგრამ მეორე რომ ამას არასამართლიანად იყენებენ კიდევ ერთხელ ვიძახი ჩვენ რო გვენახა მათი ნახევარი მაინც მოთხოვნა, რომელსაც დღეს უყენებენ ამ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლების მიმართ, იმ საზარელ დანაშაულზე, კიდე ვიტყოდით, რომ სამართლიანა მიდგომა არის, კიდე ჯანდაბას ვიტყოდით, მაგრამ იქ სადაც ყლელობა ხდებოდა, გაუპატიურება ხდებოდა, ქონების ჩამორთმევა ხდებოდა, ადამიანების გაქრობა ხდებოდა, დღესაც კი იძახი, რომ დემოკრატიის შუქურა იყო. და აქ ყველაფერზე სანქციაზე რა სამართლიანობაზე მესაუბრები და ჩვეულებრივად არა პოლიტიკოს ადამიანს ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეს რომელიც არც იქითა არც აქეთა არც ერთი უნდა არც მეორე უნდა როგორ უნდა დააჯერო იმაში რომ იცი რა მე არ მომწონს ქართული ოცნება მე არ მომწონს ოპოზიცია პირობითად ვიძახი რომელიღაცა საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან ხო მაგრამ როგორ შეიძლება მომეწონოს დაუშვათ იგივე ის ბრიტანული სანქციები, როდესაც პირდაპირ ვხედავ, რომ არასამართლიანად არის გამოყენებული მტკიცებულების გარეშე მარტო იმიტომ, რომ ბრიტანეთია და მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პატარები ვართ. დაუწესოს აბა ჩინეთს ახლა ბრიტანეთმა აბა ნახოთ ეგ რა უწესებს ხო ნუ ახლა არაფერს იმიტომ რომ პატარები ვართ გაზდით და იმიტომ რომ ყოველთვის 20 წლის მანძილზე არაფერი რომ ჩვენ ხო რა თქმა უნდა კი ბატონო ჯიუტი პოზიცია არ არის აბა რა უნდა თქვას ხელისუფლებამ რომ ოღონდ არ დამასანქცირო ყველაფერზე წავალო ესე უნდა თქვას ხელისუფლებამ არა მან სხვა საკითხია მან სხვა საკითხია იცით რა შეა საქმე აი ესე ყავდა ყველა ხელისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რო განკარგავდა საკადრო პოლიტიკას და თქვენ იცით რომ არც ერთი მინისტრი არ ინიშნებოდა, ვერ დაინიშნებოდა, რომ არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დადებითი პოზიცია. მარტო მინისტრი კი არა, აღარ საუბრობთ თავდაცვის მინისტრზე, შინაგან საქმეთა მინისტრზე, სუცის ხელმძღვანელზე, გენერალურ პროკურორზე, მაგ თანამდებობებზე უბრალოდ ვერ დაინიშნებოდა, მათგან რომ არ ყოფილიყო დადებითი. საგარეო დაზვერვა, სხვა თანამდებობები თქვენ რა არ გახსოვთ, რომ იგივე ჩვენთან სამინისტროში მეოთხე თუ მეხუთე სართულზე წარმომადგენლობა იტყოდა მათი და თითო ადამიანს ითვლი და რამდენ კაცს გაუშვებდნენ პირობით ვადამდე ადრე და ეხა ამას რო შეჩეული ხარო სრული კარბლანში გაქვს მეფე ხარ და გუბერნატორი ვითა ხარ და ესე ყავს პრემიერ-მინისტრი რომ მოდი ერთი წუთით ყური უნდა აგიწიო და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეხლა ამის მერე აღშფოთდები რომ ხედავ შენ ადრე როგორ მყავდა ეხლა ეს და ეხლა ეს კიდე რაღაცა უკვე იმაზე კი არ ფიქრობს რომ იცი რა ხალხი მომწიფდა არ შეიძლება თქვენ რომ სკოლაში სწავლობდით ხო ყავდათ მასწავლებელი რომელიც მოდიოდა კურსს გიწევდათ ხო ყავდათ ეგეთი მასწავლებელი გეუბნებოდა ეკა ისწავლე იქ რაღაცას გაგაგდებდა კლასიდან ხო ნუ კარგი ხუთოსანი იყო მაგრამ ვიღაცას ხო ჭირდებოდა ხო მოვიდოდა კურსს აუწევდა რაღაცა მაგრამ ეს იმას ხო არის რომ გათხოვდი ცოლი მოიყვანიან რაღაცა და მოდის ეხლა ის მასწავლებელი კიდე შენთან სახში და ისევ თავში გირთხო შენ ეხლა ეგრე არზი ხარ შენ ქმარს ესე არ ელაპარაკები ხო კაი გავიზარდე იყო დრო როდესაც მე მჭირდებოდა ამ დონეზე ჩემ საქმეებში ჩარევა მაგალითად იყო ჩავთვალო ცოტათი გავიზარდეთ და მოდი ცოტა შენ უკვე შეცვალე შენი პოზიციები კიდევ ერთხელ ვიძახი ის მასწავლებელი დღეს შეცვალ პოზიციებს აი ნახევარი წუთი და არა პოზიციებს ვერ ხედავ იგივე თვითონ მაგალითად შეერთებული შტატების ელჩისგან ისევ არის რა რომ სურთ იყონ საქართველოში წარმოდგენილი როგორც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია მეცაც გეტყვით აი ვინ კითხავს ბრიტანეთს აი როგორც სხვა სახელმწიფოს საქართველოში
გენერალ პროკურორ გადაწყვეტა სოფლიო პოლიციელი ხარ, სოფლიო მოსამართლე ხარ, ამისთვის არის სტრასბურგის სასამართლო, რომ თუ ვიღაცა რაღაცას არ ეთანხმება, სტრასბურგის სასამართლოში შეუძლია შეიტანოს სარჩელი და იქ თქვან იყო თუ არა დარღვეული ევროპის კონვენცია, ხო? აი შენ ბრიტანეთი ხარ თუ ესტონეთი ხარ თუ ლატვია ხარ, ვინმე დაგნიშნა საერთოდ რომ შენ იქნები ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. არავინ, მაგრამ ხო იცით როგორა? ხო იცით, ხედავთ რატო კიდევ ერთხელ ვიძახი, შეჩვეულები იყვნენ ამას და მეორეა გამდის და ვაკეთებ რა. ალბათ გადაჩვევის პროცესი რთულია. ხო და გადაჩვევის პროცესი რთულია ყოველთვის. კარგით, ჩვენ დრო ამოიწურა და მაინც დარჩა კიდევ შეკითხვები სამწუხაროდ, მაგრამ მე არ მიწევთ ხოლმე ხშირად და ან თუ მიწევთ უფრო მეც გველაპარაკობთ. არა ის ხუმრობით რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თქვენთან საუბარი ყოველთვის ჩვენთვისაც საინტერესოა. კახა კახიშვილი პოლიტოლოგი გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ხუთშაბათს ამავე არხზე, ამავე დროს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.